ერთი მინდა დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ნაციონალურ მოძრაობის ფრაქცია შემოერთით. ამ დროს ეს ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტად ჭირდება. ამას ვამბობ როგორც ნაციონალურ მოძრაობის ლიდერი, მაგრამ ასევე როგორც პრეზიდენტი, რომელსაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს თავრობაც ეფექტურიც, მაგრამ ასევე იყოს ეფექტური ოპოზიცია. ის რომ ამ პირველ დღეებში, ამ კვირეებში, ამ თვეებში მიდის ისტერიული კანონდარღვევით ზეწოლა ჩვენ ადგილობრივ მმართველობებზე, ხალხს აშანტაჟებენ, ატერორებენ, აიჭერენ სხვადასხვა ყველანაირი მეთოდების გამოყენებით. ამ პირობებში ის რომ ქუთაისის საკრებულოში 3 დამატებითი ადამიანი შემოუერთდა ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციას, ერთი აჩვენებს იმას, რომ ქუთაისელები მაგარი ხალხია, მაგარი ხალხი ხართ. მეორე ის რომ ალბათ სწორედ ამ ქალაქში უნდა დაიწყოს ხელახალი გაძლიერება ამ ორგანიზაციის და ის რომ და რაც თავარია ყველა ერთად უნდა ვსურვავდით ხალხის ინტერესების დაცვას. დღეს მე არ ჩამოვედი იმისთვის, რომ სტუდენტებს ველაპარაკო, რომ ქუთაის ხელახლა კლავენ. ის რაც არის გამოცხადებული, რომ პარლამენტმა უნდა გადაიტანოს ქუთაისს, ეს ქუთაისის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა. და თუ ქუთაისს მოკლავენ დასავლეთ საქართველოს. და დღისით ბზისით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა და საქართველოს მთავრობა აპირებენ ქუთაისის განადგურებას. ქუთაისის ხელახლა ჩაყდომას. ქუთაისის დაბრუნებას მოუსვლელში 90-იანი წლების. და მე არ მგონია, რომ ამას წყნარად უნდა შეხინონ ქუთაისელებმა, ან საერთოდ ქართველებმა მთლიანად საქართველოს მაცხოვრებლებმა, იმიტომ რომ ეს არც თბილისის ინტერესებში არ შედის. თბილისი უნდა იყოს ძლიერი საქართველოს დედაქალაქი და არა უბრალოდ სუსტი საქართველოს თავკომპალა ცენტრი. და ამ თვალსაზრისით ის რომ თქვენ ამ საკრებულოს ქუთაისში არ მხოლოდ არ შეგეშინათ ზეწოლის, არამედ შეიძლება მოქალაქეური პოზიცია. თავისთავად მავსებს იმედის მომავლის, იმიტომ რომ ყველანაირი სიძნეები დროებითია და ყველაფერი შემოტრიალდება უკან და ყველაფერი დადგება თავისთავად. თავარია რომ ზიანი მინიმალური მიიღოს ქვეყანამ ამ პერიოდში. ასე მგონია მე და მინდა გისურვოთ წარმატება თქვენ საქმიანობაში. გაიხარეთ, ბატონო მიხეილ, ჩემი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ბატონო პრეზიდენტო, უბრალოდ იმით, რომ მე გადავწყვიტე ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას შემოსვლა იმის გამო, რომ ის საქმელი, რომელიც ჩემი ოპოზიციაში ყოფნის დროს მე ვამბობდი, მინდა რომ უშუალოდ ამ გუნდში ვთქვა და ის შეცდომა თუ კი რამე იყო ერთობლივად გამოვასწოროთ. მე მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მომენტია და ეროვნულ პოზიციაზე და პატრიოტულ პოზიციაზე მდგომი ნებისმიერი ადამიანი მე მგონი არჩევანს გააკეთებდა ზუსტად ასეთნაირად. მე არავითარი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, უბრალოდ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადი ამათი ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის წინაშე. აი ესაა უბრალოდ გისურვებთ წარმატებებს, რა მედობა დღეს, მრავალ შობა ახალწელს დაგასროთ უფალმა ღმერთმა და ერთობლივად ვიღვაწოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის წარმატებისათვის. აი ეს მინდა რომ დიდი მადლობა, მართლა მინდა აღკაცება და ახმოვანება გამოხატოთ თქვენი საზრდოების. დიდი მადლობა, ასე გაიხარეთ.